ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა ბუდაპეშტში. სენიორებს შორის გამართულ მსოფლიო თასის ნახევარფინალში ბაზაძემ შეხვედრა გერმანელ მოფარიკავესთან ანგარიშით 12-15 დათმო და ბრინჯაოს მედალს დაასჯერდა. ნახევარი უკვე რაც აქტიურ სპორტს დაუბრუნდი და სამი შეჯიბრიდან 2 მედალი ავიღე, უკვე კარგი შედეგია. ასე ვიტყვი, რომ ნაწილობრივ კმაყოფილი ვარ ჩემი თავით. 100% ჯერ არ ვარ თვალ კარგ ფორმაში, მაგრამ ვარჯიშობ, ვემზადები, რა თქმა უნდა, რომ დავიბრუნო ჩემი ოპტიმალური ფორმა. ვემზადები შემდეგი შეჯიბრებისთვის, დღესდღეობით მთავარი ხარ რეიტინგი არა, რეიტინგში დაბრუნდა, იმიტომ რომ დაახლოებით 4 შეჯიბრი გამოვტოვე სეზონის დაწყებიდან და ნელ-ნელა მაღალ პოზიციებს უბრუნდები. 280 მოფარიკავე გამოდიოდა სანდროს დისციპლინაში, მან შეძლო და საუკეთესო ბრძოლები მოიგო. არ არის სანდრო დღესდღეობით ოპტიმალურ ფორმაში. ჩვენი მთავარი გათვლები არის ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი წელს და ნელ-ნელა სანდრო უმატებს, მან ეს დაამტკიცა.